ფაქტს და მე აღიხსნით ამ ფაქტს. ფაქტი არის, რომ დღეს საქართველოს საგარეო ვალი აქვს ორჯერ ნაკლები, ვიდრე ჰქონდა 10 წლის წინ. ეხლა ვისაც ეს არ გჯერათ, ეხლა აღიხსნით რატომ. იმიტომ რომ ვალი როგორც ესეთი არ არის მარტო ციფრი. ვალი არის შემოსავალთან მიმართებაში. ანუ რას გულისხმობ? წარმოიდგინეთ ეხლა რომ 500 ლარი. 500 ლარი არის 500 ლარი ციფრობრივად, მაგრამ სტუდენტისთვის 500 ლარი არის სხვა, ჩემთვის 500 ლარი არის სხვა და აგერ გუბერნატორისთვის 500 ლარი არის სხვა. და ჩვენ სამივე 500 ლარი ვის ესხოთ? მე ამ 500 ლარს ადვილად გავისტუმრებ, იმიტომ რომ მაგარი ხელფასი აქვს. გუბერნატორი გაისტუმრებს, ჩემზე ცოტა მეტად შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ გაისტუმრებს, იმიტომ რომ ასას კაი ხელფასი აქვს. და თქვენ შეიძლება ეს 500 ლარი ვერ გაისტუმროთ სამივე. 500 ხო 500-ია, მაგრამ ვალი არის შემოსავალზე მიბმული. აი ესე არის ზუსტად სახელმწიფო. სახელმწიფო ვალიც არის მიბმული შემოსავალზე. ჩვენ რო ის ვალი გქონდეს, რაც ამერიკას აქვს, ჩათვალეთ რომ გასწორებულები ვიქნებოდით მიწასთან. მაგრამ ამერიკას არ აწუხებს, იმიტომ რომ იმას შემოსავალიც მაღალი აქვს. მომეხვდით, ამიტომ ის ვალი რაც ჩვენ გქონდა, ვალი იზომება, სახელმწიფოს შემოსავალი არის შიდა კლიანი შიდა პროდუქტი. ამიტომ ვალი ყოველთვის იზომება როგორც კლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი. და 10 წლის წინ ჩვენი ვალი იყო ჩვენი შიდა პროდუქტის 72%. დღეს ჩვენი ვალი არის შიდა პროდუქტის 36%. ზუსტად არის განახევრებული. განახევრებული არის იმის გამო, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ ქვეყნის შემოსავალი 8 წლის განმავლობაში და შიდა პროდუქტი გაიზარდა სამჯერ. ამიტომ ის თანხა, რომელიც თანხობრივად შეიძლება შეცვლილი არ არის, დაახლოებით იგივეა დღეს ბევრად უფრო ადვილი გადასახდელია. ისევე როგორც აი დღეს რო ის ესხო 500 ლარი და ხვალ დაიწყო მუშაობა ახალ პარლამენტში. იმ ხელფასით 500 ლარს ბევრად ადვილად გაისტუმრებ, იმიტომ რომ შემოსავალი მოგემატება. ხო ესე აი ესე არის ზუსტად სახელმწიფოს. ამიტომ რეალურად დღეს ჩვენ ვალის პრობლემა არ აქვს საერთოდ. და ესე ჯანსაღად ჩვენ არ ყოფილვართ არასდროს ვალის თვალსაზრისით. ჩვენ ბიუჯეტის გაახლოებით 3% გვეხარჯება ვალის მომსახურებაში, ვალის პროცენტებში და ძირითადი თანხის ეს არაფერი არ არის. ეს არის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების 90%-ზე ხარჯება. ანუ აბსოლუტურად ჯანსაღი ვართ ვალის თვალსაზრისით და ხშირად ჭკვიანური სახეებით ნახავთ ძირითადად წარმოშობილი ხალხია ძირითადად ჭკვიანური სახეებით ასეთ რაღაცებს საუბრობს ხო ტელევიზიებში, გაზეთებში, რომ აი დაახჭო ვალებმა ეს ქვეყანა სტუდენტებს არ გეხება, სტუდენტებს შეგიძლიათ მოუშვათ. წვერი დაახჭო ვალმა ეს ქვეყანა და რა გვეშველება. არაფერი არ გვეშველება, იმიტომ რომ დაშველი გვაქვს უკვე და არანაირი პრობლემა არ აქვს.